კვირის განმავლობაში განვითარებული საშინაო და საერთაშორისო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები. მათი ანალიზი, შეფასება, პროგნოზები და განხილვა პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიასთან ერთად გადაცემაში მოვლენათა ეპიცენტრი ყოველ შაბათს 20 საათზე ქართული არხის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფას ტელემოყრულებო, დადგა ჩვენი გადაცემის დრო მოვლენათა ეპიცენტრში კვლავ თქვენს განკარგულებაშია. დღეს 7 მარტია და გარკვეული ხანმოკლე ასე ვთქვათ ამოვარდნის შემდგომ ჩვენ რაც გამოწვეული იყო გარკვეული ობიექტური პირობებით, აი იმ საქართველოში გავრცელებული საშინელი ვირუსით, რომლის ხვეპლიც მეც გავხდი, კი ისევ უბრუნდები ჩვენს ჩვეულ რიტმს და დღევანდელ ჩვენი გადაცემის მთავარი თემა ალბათ თქვენს რომ ჩვენ ყოველთვის ვაშუქებთ იმ მთავარ მოვლენებს და იმ მთავარ პრობლემებს, რომლებიც ასე ვთქვათ იყო აქტუალური როგორც ქვეყნის შიგნით მის ფარგლებს გარეთ და დღევანდელი ჩვენი თემა, ანუ პირველ ბლოკში ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ პრობლემას დაუბრუნდებით და განვიხილავთ იმ თემას, რომელიც აქტუალურია თითოეული ჩვენთაგანისათვის და რომელიც ფაქტურად ჩვენ ყველა ასე ვთქვათ ჩვენს თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას შეეხო. ეს არის ქვეყანაში არსებული ურთულესი არამარტო სოციო-ეკონომიკური, არამედ ფინანსური კრიზისი და ლარის კურსის დევალვაცია, რომელმაც აი სულ დღეს ფაქტურად კვლავ დაიწყო ასე ვთქვათ დაცემა და შესაბამისად მისი კურსი სავარაუდოდ მერყეობს 2.15-2.17 ასე მთელი ვთქვათ კოეფიციენტის ფარგლებში დოლართან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ევროსთან მიმართებაში ეს კოეფიციენტი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ დღეს ჩვენი ინტერაქტივის კითხვაც შესაბამისად არის შერჩეული. ანუ თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია ჩვენი ეროვნული ვალუტის ლარის დევალვაცია, ანუ და კურსის დაცემა, ეს შიდა პრობლემებმა თუ საგარეო ფაქტორებმა და მინდა მოგიწოდოთ აქტიურობისაკენ, რომ შესაბამისად გადაცემის ბოლოს ჩვენ გვექნება ინტერაქტივების შედეგების მაჩვენებლები და ალბათ ჩვენი ასე ვთქვათ ტელემოყრულები თვითონვე გაგვცემენ პასუხს თავიანთი საექსპერტო კომპეტენციის ფარგლებში თუ რამ გამოიწვია ლარის კურსის დაცემა. რა თქმა უნდა, ასევე მე მოგიწოდებთ რომ აქტიურად ჩაერთოთ უშუალოდ სატელეფონო დისკუსიებში და შეგახსენებთ ჩვენი ვთქვათ ტელეფონებს, რომლის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ და თქვენი აზრი და მოსაზრება გაგვიზიაროთ ამასთან დაკავშირებით და თუ კითხვები გაქვთ, ბუნებრივია კითხვებსაც შესაბამისად შევესწრებით უპასუხოთ გარკვეული კომპეტენციის ფარგლებში. ანუ ტელეფონის ნომერია 2-38-31-50. კიდევ ერთხელ მიმოვარებ 2-38-31-50 და კვლავ გელოდებით და დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენ ზარებს. ეხლა რაც შეეხება ჩვენი პირველი ბლოკის თემა, რა თქმა უნდა, არის ლარის კურსის დევალვაცია, რამ გამოიწვია და რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი იმას, რომ ქვეყანაში დაიწყო უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური და ფინანსური კრიზისი. ფაქტიურად უკვე ეს კრიზისი აღარ არის ერთგვარად გარკვეულწილად ეს უკვე მიდის ფინანსურ, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი დეფოლტის ნიშნებით შეიძლება შეინიშნოს, თუმცა ამაზე მე ქვემოთ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას და იმ ანალიზს, რომელიც შეიძლება განვითარდეს, თუ სიტუაცია დარჩა შეუცვლელი და შესაბამისად არ მოხდა კარდინალური გზები, არ გამოინახა და არ მოხდა სიტუაციის გაუმჯობესება გარკვეულწილად სხვადასხვა მმართველობების კუთხით. ესე იგი და მეორე ბლოკში ჩვენ განვიხილავთ ასევე უკვე ქვეყნის გარეთ არსებულ სიტუაციას, ჩვენ შევეხებით რუსეთში ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ბორის ნემცოვის ყოლობას და ასევე განვიხილავთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ნატოს სათმელი ცენტრის გახსნა საქართველოში და აი ამ საკითხებთან დატეხილ აჟიოტაჟში, მათ შორის თუნდაც კარასინი აბაშიძის ასე ვთქვათ ფორმატის ფაქტორსაც კი, რომელიც უკავშირდება რატომღაც ნატოს ცენტრის გახსნას და მის ამოქმედების საკითხს. დავუბრუნდეთ ჩვენს პირველ თემას, ანუ ლარის გაუფასურება. რა თქმა უნდა, ალბათ ყველამ იცით, რომ როგორც კი დაიწყო ახალი წელი, 2015 წელი, საკმაოდ რთული პროცესები დაიწყო და პირველი ინდიკაცია შეიმჩნეოდა იმ კუთხით, რომ ფაქტიურად ეკონომიკური რთული პროცესებმა
თავი იჩინა უშუალოდ ფინანსურ სპექტრშიც და განხორციელდა ლარის მასშტაბური დევალვაცია. ანუ დეკემბრის თვიდან იანვრის პირველ ნახევარში ფაქტობრივად ლარის კურსის დაცემა განხორციელდა დაახლოებით 40 პუნქტით მოხდა დაცემა და რამაც გამოიწვია საკმაოდ მძიმე რთული ვითარების განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2015 წლის იანვარში იყო დაახლოებით 3%-იანი ზრდით გამოირჩეოდა, ამან არავითარი გავლენა არ იქონია ზოგადად ქვეყნის ფინანსო-ეკონომიკურ ვითარებაზე. პირიქით, ფაქტიურად 2015 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან დაწყებულმა ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია ის, რომ ფაქტიურად ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა 20% წინა წელთან შედარებით და შესაბამისად ამან გამოიწვია მძიმე სოციალური პირობების გაუარესება, გამოიწვია ასე ვთქვათ ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდა და შესაბამისად გავლენა იქონია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებაზე. ასევე მე მინდა აღვნიშნო, რომ შესაბამისად ამ კრიზისი, რომელიც ეხება ლარის დევალვაციის პროცესის კვლავ განვითარებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტიურად შესაძლებელია საქართველოში განვითარდეს ეგრეთ წოდებული ეკონომიკური დეფოლტი. მე შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ მიაღწია უკვე ქვეყნის ერთიანი შიდა პროდუქტის 40%-ს და თუ ეს მაჩვენებელი ავა 60%-მდე და გადააბიჯა 60%-ზე მეტი, ეს ავტომატურად გამოიწვევს საქართველოში ეკონომიკური დეფოლტის სცენარის განვითარებას, რაც თუნდაც იგივე რუსეთის 98 წლის ანალოგიური სცენარის მაგალითად შეიძლება აჩვენა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან უმძლავესი არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კრიზისის განვითარება და მთლიანად ამან შეიძლება შეეხოს ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების რადიკალურ, ასე ვთქვათ, ცვლილებას, რადიკალურ შეცვლასაც. და მთავრობის გადაყენებასაც კი, რაც მოხდა მაგალითად იგივე თუნდაც მალაიზიაში, სინგაპურში, რაც მოხდა 2002 წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში და ისევე როგორც რასაც შეეწირა კირიენკოს მთავრობა 98 წელს, საუბარია რუსეთში განვითარებულ ეკონომიკურ დეფოლტზე. ეკონომიკური დეფოლტი რა არის? ეკონომიკური დეფოლტი არის ის, როდესაც ქვეყანას არ შეუძლია მოემსახურო საკუთარ საგარეო ასე ვთქვათ დავალიანება, საკუთარ ვალებს და ბუნებრივია თავის თავს აცხადებს ბანკროტად. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ ასე ვთქვათ მე ვიტყოდი ძიმე შედეგების ამსახველია. დღეს სწორედ საქართველოს საგარეო ვალი შეადგენს 10-12 მილიარდ დოლარს საშუალოდ და ბუნებრივია რომ ესეც უკვე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და შესაბამისად ლარის კურსის დევალვაციამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ საქართველოს ვეღარ შეძლოს თუნდაც საგარეო დავალიანების მომსახურება. სამწუხაროდ ამ პრობლემის და ამ კუთხით ანალიზის კუთხით განვითარების სცენარების შექმნას სამწუხაროდ ჩვენი ფინანსისტი და საფინანსო და ეკონომიკური ექსპერტთა საზოგადოება რატომაც ყურადღებას არ აქცევს. მე ყოველ შემთხვევაში ასე წარმოვისმენია, რომ ამ კუთხით მოხდა იყო საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციის შესწავლა, გაანალიზება და თუნდაც პროგნოზების გაკეთება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემას წარმოადგენს. ეხლა მე მინდა სწორედ მოგახსენოთ თუ რამ გამოიწვია, მე მინდა ეხლა ამ და გამოიწვია, მაგრამ ეხლა ჩვენ გვაქვს ზარი ეთერში და ანუ ჩვენს ტელემაყურებელს დაუთმოთ ეთერი. გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ. მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ყველა საინტერესებს, მაგრამ აი მოსახლეობამ ყველაფერს ვერ გადაიტანს, ნამდვილად ვერ გადაიტანს და თქვენ რა აზრის ხართ ამ ყველაფერსთან დაკავშირებით? რა შეგიძლიათ რო გითხრათ, რით შეგიძლიათ რო დაგვაიმედოთ? გასაგებია. კი ბატონო, საკმაოდ აქტუალური თემაა. მე მინდა გითხრათ, რომ ის გაჯანსაღების სიტუაციის, საერთაშორისო სცენარები, ან დაუშვათ იგივე მოდელები, მე ცოტა მოგვიანებით შემიძლია გითხრათ, თუ რა უნდა გააკეთოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და მთავრობამ, რადგან ჩვენ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და დიდი მადლობა ასე საინტერესო შეკითხვისათვის, იმიტომ რომ ეს მართლა ყველას გვაღალებს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველას ჯიბეს ფაქტურად დააყდა და შემოსავალი და ბუნებრივია რომ შესაბამისად ჩვენს უშუალოდ ჩვენ თავზე გამოვცადეთ თუ რას ნიშნავს ლარის კურსის დევალვაცია. მე მინდა ესე დავუბრუნდე ასე ვთქვათ უშუალოდ იმ
პრობლემის ანალიზს, თუ რამ გამოიწვია ლარის კურსის დევალვაცია. მე ამ შემთხვევაში შემიძლია მოგახსენოთ 5 ძირითადი მიზეზი, რამაც, ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, კიდე შეიძლება იყოს სხვა მიზეზი, მაგრამ 5 ძირითად მიზეზს დავასახელებ, რომელსაც კავშირი აქვს ქვეყნის შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებთან და გამოიყო 3 საგარეო ფაქტორი, რომელსაც ჰქონდა კავშირი უშუალოდ იმ კრიზისთან, რომელიც მომსწრებით ჩვენს ამჟამად გახლავართ. პირველი პრობლემა, რომელიც შიდა პრობლემად მე გამოიყო პირველი, რომ საქართველოს საექსპორტო შემოსავალი დაეცა საკმაოდ სერიოზულად და საქართველოს ფაქტიურად დაკარგა სავალუტო შემოსავლები. მე შეგახსენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით 2015 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის და დაფიქსირდა 38%-ით, თუმცა ანალოგიური მაჩვენებელი დაეცა DST-ს სახელმწიფოების მიმართულებით. მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამისა, მთლიანად, ესე იგი, ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორებთან, ასე ვთქვათ, სავაჭრო ბრუნვა დაეცა 51%-ით. აი თვითონ აი ზოგადი მასა 51%-ად დაცემული, ასევე შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საექსპორტო შემოსავალი. ეს მაჩვენებელმა შეადგინა $182 მილიონ. ანუ $180 მილიონ შემცირდა საქართველოს საექსპორტო მონაცემები, რომელიც მოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან. ეს არის 2014 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით. ამავე დროს მინდა აღნიშნო, რომ მთლიანად სავაჭრო შემოსავლებმა 2000 ვთქვათ, ამავე მონაცემის მეშვეობით შეადგინა მხოლოდ $206 მილიონ, რაც არის 22 ასე ვთქვათ, პროცენტით ნაკლები, ვიდრე ანალოგიური მაჩვენებლისა, თუნდაც გასული წლის იანვრის ანალოგიური დროის ფორმატში, ანუ 22%-ით შემცირდა მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით. და შესაბამისად მინდა აღნიშნო, რომ აი ამ პერიოდში, საუბარია დეკემბერი, იანვარი, თებერვლის თვეში, რუსეთის მიმართულებით ჩვენი საექსპორტო მონაცემები შემცირდა 2.6%-ით. ბუნებრივია, ახლა ეს არის მხოლოდ შრალი სტატისტიკური მონაცემები და აქედან ჩანს, რომ საქართველოს თუ რა დანაკარგი ასე ვთქვათ, პოვა თუნდაც სავალუტო შემოსავლების მხრიდან და შესაბამისად რამდენი ევრო და რამდენი დოლარი დააკდა საქართველოს ბიუჯეტს და თვითონ ქვეყნის საშემოსავლო პოტენციალს. ბუნებრივია იმან, რომ შესაბამისად შემცირდა სავალუტო შემოსავალი, გამოიწვია ის, რომ მათზე მოთხოვნა გაიზარდა ქვეყნის შიგნით და ბუნებრივია ამან გარკვეულწილად გამოიწვია ლარის კურსის ერთგვარი სწრაფი ვარდნა, იმიტომ რომ საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია ახლა ის მონაცემები ჩვენ ახლა მოვიყვანეთ და ბუნებრივია ამ სოლიდური მაჩვენებლების ფონზე ბუნებრივია რომ ეს საკითხი ასე ვთქვათ იყო ამ მიმართულებით გამომტარდა. მეორე პრობლემა, რომელიც უკავშირდება სწორედ ეს ვთქვათ შიდა პრობლემას, ეს არის ის, რომ ფაქტიურად სავალუტო პირობების რეგულაციის მთავარი პასუხისმგებელი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე და მან ვერ უზრუნველყო ლარის სტაბილურობის კურსის განვითარება. და შესაბამისად ის, რომ თვითონ სახელმწიფო სტრუქტურების შიგნით არ მოხდა შესაბამისი კოორდინაცია, საუბარია ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობისა და ასევე საფინანსო სამინისტროებს შორის კოორდინაციის არარსებობამ და პოლიტიკურმა, მე ვიტყოდი, დაპირისპირებამ, ანუ ანტიკოაბიტაციამ, ანუ ჩვენ ვიცით კარგად, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დანიშნულია წინა ხელისუფლების მიერ და ბუნებრივია დღეს შესაბამისად სამთავრობო ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები არიან მმართველი კოალიციის წევრები, აი მათ შორის პოლიტიკურმა ეგრე ანტაგონიზმმა იჩინა თავი და ბუნებრივია აი ამ მე ვიტყოდი მმართველობის არაეფექტურობამ, ანუ სახელმწიფო მართვის არაეფექტურობამ და არაკოორდინაციამ თავისი დიდი დაღი დაასვა იმას, რომ ბუნებრივია ვერ მოხერხდა სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარება და შესაბამისად ლარის სტაბილურობის კურსის მიღწევა ამ მიმართულებით. ბუნებრივია ეს იყო მეორე მიზეზი ლარის კურსის დაცემისა. მესამე მიზეზი, რომელიც მინდა მე ასე ვთქვათ გითხრათ, ეხებოდა იმას, რომ ბუნებრივია სახელმწიფო ხარჯების ზრდამ და შესაბამისად და დიახ, ჩვენ კიდევ ტელემაყურებელი დაგვიკავშირდა. დიახ, გისმენთ, თქვენ ხალხზე ხართ? გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან მაინტერესებს თქვენი პროგნოზით. კიდევ განაგრძობს ლარი დევალვაცია დოლართან მიმართებაში თუ შედარებით სტაბილიზაცია მოხდება? გასაგებია, დიდი მადლობა კითხვისათვის. მე პროგნოზს ასე მოგვიანებით მოგახსენებთ, იმიტომ რომ მე ჩემი პროგნოზი გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. მე უბრალოდ გეტყვით მიზეზებზე, და ბუნებრივია ჩვენ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ იმის გარეშე თუ არ მოვახდინეთ მიზეზების დადგენა.
და მინდა გითხრათ რომ კიდე დავუბრუნდებით ჩემ თემატიკას და ვიტყვი რომ სწორედ ის რომ ფაქტიურად ლარის დიდი რაოდენობის მასა გამოვიდა სწორედ წლის ბოლოს, ანუ ფაქტიურად სახელმწიფო ხარჯების ზდამ გამოიწვია ის რომ ლარის მასის ზდა თვითონ ფიზიკური ზდა და შემოსვლა ქართულ ბაზარზე, ამან გამოიწვია ის რომ ბუნებრივია ლარზე მოთხოვნა დაეცა და ბუნებრივია ამ ფაქტორმაც, ანუ სახელმწიფო შესყიდვებმა და ასევე მე ვიტყოდი არამართებულმა და არაეფექტურმა შესაბამისად ხარჯებმა, სახელმწიფოს მხრიდან გაგამო ხარჯებმა გამოიწვია ასევე ეს მძიმე შედეგი. მეოთხე პრობლემა ეს უკავშირდება ქვეყნის ასე ვთქვათ სამეურნეო, ანუ მე ვიტყოდი სამრეწველო ასე ვთქვათ პროდუქციის მოთხოვნაზე მე ვიტყოდი დაკლებამ. მხედველობაშია პირველ რიგში სამი ძირითადი გიგანტის, ეს არის ზესტაფონის მეტალურგიის ფერადი მეტალურგიული ქარხანისა და ასევე რუსთავის მეტალურგიული ქარხანისა და ასევე აზოტის ქიმიური ქარხნების პროდუქციაზე მოთხოვნის ასე ვთქვათ დაკლებამ და მათი პროდუქციაზე ასე ვთქვათ მოთხოვნა მათ პროდუქციაში შემცირდა, ასევე პრობლემები იყო, ასევე თუნდაც ადრიანი გაზის მიწოდებამ გამოიწვია ის რომ ფაქტიურად სამრეწველო პოტენციალი, სამრეწველო ექსპორტი თუნდაც იგივე სწორედ ამ საწარმოების მხრიდან შემცირდა გარკვეულწილად და ბუნებრივია ამანაც თავისი როლი ითამაშა სწორედ სავალუტო რესურსების შემცირებაში, ისევე როგორც 10 დღის განმავლობაში როგორც შემცირდა ასევე აგროსამრეწველო პროდუქციის გატანა ქვეყნის საერთაშორისო ბაზრებზე. საუბარია ღვინის ექსპორტი, მინერალური წყლების ექსპორტის შემცირება, განსაკუთრებით უკრაინაში, რუსეთში, გამოიწვია ის რომ შესაბამისად ასე ვთქვათ სავაჭრო დეფიციტი კი აიზარდა. და მეხუთე ყველაზე მძიმე და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იყო ქვეყნის შიდა, ეს არის სწორედ საქართველოს ასე ვთქვათ დიასპორებიდან შემოსული თანხების შემცირება. ძირითადად საუბარია რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტთან. ალბათ თქვენ იცით რომ ყველაზე დიდი დიასპორა საქართველოსში დღეს ყავს სწორედ საბერძნეთში და რუსეთში ქართველების რაოდენობა, ასე ვთქვათ, არალეგალური მიგრანტების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით მილიონზე მეტ ადამიანს, ხოლო საბერძნეთში ეს რიცხვი ვარირებს სხვადასხვა მონაცემებით 300,000-დან 500,000 ადამიანამდე. აი სწორედ საბერძნეთში და რუსეთში არცელმა უძიმესმა ეკონომიკურმა ვითარებამ, თქვენ იცით რომ საბერძნეთში ფაქტობრივად დაიწყო ეკონომიკური კრიზისი და ფაქტობრივად ქვეყანა იყო დეფოლტის წინაშე, ხოლო რუსეთში რა სიტუაციაა თქვენ ჩემს კარგ მოგხსენებათ და აქედან შემცირებულმა ასე ვთქვათ მე ვიტყოდი სავალუტო შემოსავლებმა, თუნდაც ადგილობრივი თავიანთი ნათესავების მიმართ გაწეული ფინანსური დახმარებების სახით გამოიწვია საკმაოდ მძიმე ეკონომიკური სიტუაციის განვითარება და ფინანსური დარტყმა მიაყენა ლარის კურსს. მარტო აი ამ ორი ქვეყნიდან სულ მცირე 2 თვის განმავლობაში სავალუტო შემოსავლების ნაკადი შემცირდა 98 მილიონი დოლარით. თქვენ წარმოგვიდგინეთ რომ 3 წლის განმავლობაში 98 მილიონი დოლარი დაკარგა საქართველოსმა ბაზარმა და შესაბამისად ეს ფული არ შემოვიდა საქართველოში და ბუნებრივია აი ამ ფაქტორმა 5 ფაქტორი მოვიყვანა, რომელმაც გამოიწვია შიდა ფაქტორები ჩვენი ქვეყნის განვითარებისა. მე მინდა გითხრათ რომ დაუბრუნდეთ იმას რომ ჩემი მონაცემებით მე ცოტა პესიმისტური სცენარი მაქვს, ასე ვთქვათ, შემოშალებული, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ რომ კიდე 2 თვის განმავლობაში შეიძლება ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდეს 2.3 ერთეულამდე. ანუ ეს არის ის მე ვიტყოდი ზღვარი, სადაც შეიძლება ცოცავი სავალუტო კორიდორის ფორმატში, რომელიც დღეს ფაქტიურად უკვე ეროვნულ ბანკმა და ფაქტიურად საქართველოს ეკონომიკურ გუნდმა უკვე მიიღო როგორც ასე ვთქვათ ასეთნაირად და ეს კურსი ფაქტიურად შეთანხმების პოლიტიკა შეთანხმებულია მონეტარული პოლიტიკა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმოებული მოლაპარაკების შედეგად ალბათ 2.13 მარჟას დონეს მიაღწევს ვარდნის ეს კურსი და მე უკვე შესაბამისად იმედია რომ აპრილი-მაისის თვეში ალბათ მოხდება სტაბილიზაცია სავალუტო ასე ვთქვათ კურსისა გარკვეულ მიმართულებით. ყოველ შემთხვევაში 2 თვის განმავლობაში შეიძლება ლარის კურსის დაცემა მოხდეს 2.13 დონის ფარგლებში. დიახ. და რეკლამა ხო? და მინდა კიდევ ერთი გითხრათ რომ საქართველოსი ეს ყველა დაარტყა იმის გამო რომ 500,000 ადამიანი დაზარალდა ამ სავალუტო კურსის დაცემის კუთხით, იმიტომ რომ ამ 500 ადამიანს გამოტანილი აქვს ასე ვთქვათ კრედიტი სწორედ დოლარების ეკვივალენტის შემადგენლობაში. ისინი ხდიან საპროცენტო გარემოկაცებს სწორედ დოლარებში. ეხლა მოვიდა დრო სარეკლამო ჭრის და დაგებრუნდებით სარეკლამო ჭრის შემდეგ და გავანალიზოთ გარე ფაქტორები ამის.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ გიბრუნდებით სარეკლამო ჭრილის შემდეგ და დავუბრუნდეთ ჩვენი პრობლემას და გავანალიზოთ ის თუ რატომ მოხდა ეროვნული ვალუტის კურსის დევალვაცია. ანუ ჩვენ ვისაუბრეთ შიდა პრობლემებზე, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური ხასიათის. თუმცა კიდევ ერთ პრობლემას გამოვყოფ შიდა პრობლემებიდან, რომ შესაბამისად შემცირდა ტურისტების პოტენციალი საქართველოში, რაოდენობა შემცირდა საქართველოში, ბუნებრივია საქართველოში არსებულმა კიდევ რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ასევე გამოიწვია ის, რომ ფაქტიურად ქვეყანაში მოხდა სავალუტო რესურსების კლება. რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, საგარეო ფაქტორებიდან გამოიყოფა სამი ძირითადი მომენტი, რომელიც პირველი უკავშირდება სწორედ ენერგომატარებლების ფასების ასე ვთქვათ ცვალებადობამ და კლებადობამ, რაც გამოწვეული იყო ნავთობისა და გაზის ასე ვთქვათ საერთაშორისო ფასების ცვალებადობთან დაკავშირებით. მე შემიძლია გითხრათ, რომ ესე იგი WTI-ზე მძიმე ნავთობის ფასზე ასე ვთქვათ ფასი დაეცა $100-დან $60-მდე 1 ბარელზე, ხოლო ბრენდის სუბუქი ნავთობის ფასი დაეცა $50-მდე 1 ბარელის ფარგლებში და შესაბამისად ამ ენერგომატარებლების ფასების დაცემამ გამოიწვია ის, რომ ფაქტიურად მსოფლიო მასშტაბით დაიწყო ასე ვთქვათ გლობალური ფინანსური კრიზისი. და შესაბამისად მან თავისი ასახვა პოვა როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოს სამეზობლო არეალშიც. მე შეგახსენებთ, რომ თუნდაც ის, რომ სომხეთში მაგალითად ეროვნული ვალუტის დრამის დევალვაციის ასე ვთქვათ მოცულობა მიაღწია 20%, ანუ ეს სუმცი რაღაც 2 თვის განმავლობაში, ხოლო რაც ყველაზე საინტერესოა, თვითონ აზერბაიჯანი, რომელიც არის მთავარი ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფო და რომელსაც გააჩნია საკმაოდ მყარი სტაბილური შემოსავალი ენერგომატარებლებიდან, სწორედ ენერგომატარებლების ფასების შემცირების გამო მისი ასე ვთქვათ ეროვნული ვალუტა მანათმა განიცადა საკმაოდ სერიოზული დევალვაცია, ის დაეცა 33.5%-ით. და შესაბამისად უკვე ისეთი კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რომ ფაქტიურად ეროვნულმა აზერბაიჯანის ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა გარკვეულ პერიოდში სავალუტო ოპერაციები და ფაქტიურად, ესე იგი, სავალუტო ერთეულები, როგორც არის დოლარი და ევრო, ფაქტიურად გაქრა აზერბაიჯანის შიდა ბაზარზე. ყოველ შემთხვევაში შეწყდა მათზე ოპერაციების ჩატარება და გადაცვლილი კურსის ოპერაციების განხორციელება. ასე ვთქვათ, მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უკავშირდება ასევე მე ვიტყოდი საგარეო ფაქტორს, ეს არის რა თქმა უნდა სიტუაციის დაძაბვა და ფაქტიურად დიდი კატაკლიზმები უკრაინაში. უკრაინაში არსებული საომარი მოქმედებების გაგრძელება და მინსკის 2 ხელშეკრულების ასე ვთქვათ სიმყიფემ გამოიწვია ის, რომ ფაქტიურად უკრაინაში ასე ვთქვათ უკრაინის სიტუაციის გამო დაიძაბა ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის. და ბუნებრივია ეკონომიკური სანქციები, რომელიც ხორციელდება არა მარტო დაუშვათ დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართულებით, არამედ რუსეთის მხრიდან დასავლეთის მიმართულებით, ბუნებრივია ითამაშა საკმაოდ სერიოზული როლი იმაში, რომ ბუნებრივია თვითონ ზოგადად ეკონომიკური სიტუაცია დაეცა აი ამ ორივე მიმართულებით. და ბუნებრივია ამანაც ეს აისახა კიდევაც თუნდაც იგივე საექსპორტო მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს მიმართულებით, იგივე საქართველოს ევროკავშირის და საქართველოს რუსეთის სავაჭრო თვითმბრუნების მოცულობებზეც ბუნებრივია და შესაბამისად ზოგადად ანუ ურთულესმა გეოპოლიტიკურმა ფონმა შექმნა საკმაოდ ძალიან ცუდი ვითარება თვითონ ეკონომიკური ზრდის ტემპების განვითარების კუთხით საერთაშორისო დონეზე. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ იგივე საქართველოში გაგრძელებულმა სოციალურმა ოკუპაციამ, რომელიც სამწუხაროდ დღესაც ხორციელდება და ის რომ დაუშვათ გაჩნდა კიდევ შესაბამისად ინფორმაციები, რომ საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებზე, მაგალითად როგორც არის ფოთის სანავთობო ტერმინალი, სუსის სანავთობო ტერმინალი და ფოთის პორტებში შემოდიოდნენ რუსეთის გიგანტები, როგორც არის როსნეფტი, გაზპრომი და ასე შემდეგ. ამანაც ერთგვარად გამოიწვია თუნდაც ეკონომიკური სიტუაციის ერთგვარად გაუარესება, იმიტომ რომ ესეთი ორი მეგა მონოპოლისი შემოდის ქართულ ბაზარზე, რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო საინვესტიციო ასე ვთქვათ კლიმატს მაინდა-მაინც არ აჯანსაღებს. ანუ ბუნებრივია ასეთმა მე ვიტყოდი პერიპეტიებმა
შექმნა ერთგვარი თუნდაც არასტაბილურობის გარემო, თუნდაც პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გამომდინარე და ბუნებრივია ეს აისახა კიდევაც ჩვენს ეკონომიკურ და საფინანსო მდგომარეობას. და მესამე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც კიდევ შეიძლება გამოყოთ საგარეო როგორც ფონად, ეს არის სწორედ ზოგადად სოფლიოში ეკონომიკური ზის ტემპების მაქსიმალური დაცემა, მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური ზის ტემპები მაჩვენებელი დაეცა დაახლოებით 4%-ით, ანუ 8%-დან ანუ სავარაუდო ზის ტემპები შეიძლება იყოს 4%, ევროკავშირის სახელმწიფოებზეა საუბარი, მე არ მაქვს საუბარი ისეთ ქვეყნებზე როგორიცაა დაუშვათ საბერძნეთი და კვიპროსი, სადაც ეს ზის ტემპები გაცილებით შეიძლება დაბალი იყოს და შეიძლება გავიდეს უარყოფით, ასე ვთქვათ, მაჩვენებლების შემადგენლობაში. და შესაბამისად, ასევე ის მომენტი, რომ ასევე სიტუაცია არის საკმაოდ რთული ამერიკაშიც ეკონომიკური ზემები მიუხედავად იმისა, რომ შედარებით უკეთესი პირობებია ვიდრე ევროკავშირისა და დაუშვათ იგივე აზიის ქვეყნებთან შედარებით, მაინც ის ეკონომიკური ზემები საკმაოდ არის დაცემისაკენ მიმართული და ამერიკის სავაჭრო დეფიციტი საკმაოდ დიდ რაოდენობის კოლოსალურ, ასე ვთქვათ, მაჩვენებელს აღწევს. და ასევე ჩინეთში სიტუაცია ასევე არის რთული, ჩინეთის ეკონომიკური ცნებები ნავარაუდებია დაახლოებით 3-4%-ის შემადგენლობაში და ესეც რა თქმა უნდა აისახება, რომ ჩინეთი არის ყველაზე მთავარი გლობალური მოთამაშე მსოფლიო ეკონომიკურ და საფინანსო ბაზრებზე. და შესაბამისად, აი ეს ფონი, ეს არის უკვე საგარეო ფონი, ფაქტორები, რომელმაც რა თქმა უნდა პირდაპირ ასახვა ჰპოვა ლარის კურსის დევალვაციის პროცესის დაწყებასა და განვითარებაზე. ეხლა რაც შეეხება თუ რა არის გასაკეთებელი, ბუნებრივია რომ იულია ფაქტიურად ილაპარაკო იმ ნეგატიურ შედეგებზე და იმ დაუშვათ არასახარბიელო მდგომარეობას, რომელიც არსებობს დღეს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია რომ შემუშავდეს დროული ანტიკრიზისული ზომები, რათა ჩვენ გამოვიდეთ ამ რთული სიტუაციიდან. აი მე შესაბამისად შემიძლია გითხრათ რომ გასატრებელია შესამუშავებელია სპეციალური ანტიკრიზისული სტრატეგია და ის უნდა მოიცადოს შემდეგ კონკრეტულ ასე ვთქვათ მიმართულებას. პირველი აუცილებლად დაიწყოს პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება და პრივატიზაციის პროცესი კიდევ უფრო უნდა იყოს ხელშეწყობილი. ამ უნდა იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შეტანილი და შესაბამისად მთავრობამ მიიღოს გადამჭრელი ზომები იმისათვის რომ პრივატიზაციის პროცესი ასე ვთქვათ დაჩქარდეს მაქსიმალურ ტემპებით. მართალია მთავრობას გააჩნია აღნიშნული ასე ვთქვათ ნაბიჯები გათვალისწინებული აქვს და ისინი აპირებენ რომ აი ამ პრივატიზაციიდან დაუშვათ შემოვიდეს $200-300 მილიონი დამატებით, მაგრამ ეს არ არის არასაკმარისი და ბუნებრივია კიდევ უფრო უნდა მოხდეს პრივატიზაციის მაქსიმალური დაჩქარება და ყველა საინტერესო მომენტია რომ აბსოლუტურად უნდა მოხდეს ასე ვთქვათ საგადასახადო მე ვიტყოდი გადასახადების შემცირება პირველ რიგში საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, რათა ისინი უკვე ჩაერთონ პრივატიზაციის პროცესში და შესაბამისად დაჩქარდეს ეს პროცესი მათი მონაწილეობის ხარჯზე. მეორე, აუცილებელია საწყო წესით უნდა მოხდეს სახელმწიფო ხარჯების მაქსიმალური შემცირება და ბუნებრივია რომ ანუ კამერების შემოჭერის პოლიტიკა უნდა იყოს თავი აქტუალური საკითხი. და ბუნებრივია რომ სახელმწიფო ხარჯები უნდა შეეხებოდეს ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების დარეგულირებას და ეფექტურ მართვას და რა თქმა უნდა გარკვეულწილად საპრემიო ასე ვთქვათ თანხების ფაქტიურად მე ვიტყოდი უნდა მოხდეს ერთგვარი მორატორიუმი ანუ გაყინვა და შესაბამისად ეს უნდა განხორციელდეს ცუნცირე 6 თვის განმავლობაში იმიტომ რომ სახელმწიფო ხარჯების რაოდენობა დიდი წვლილი აქვს სავალუტო ასე ვთქვათ ვალუტის გაუფასურების საქმეში. მესამე აუცილებელი მონეტარული პოლიტიკის განკაცრება და შესაბამისად აუცილებელია რომ შესაბამისად მოხდეს ამ მიმართულებით სწორი და ეფექტური მიმართულებების და ღონისძიებების გატარება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საქმეში. და ანუ შიდა და კრედიტების გაცემა ასე თუ ისე უნდა იყოს დარეგულირებული საწამავის დონეზე. მეოთხე უნდა მოხდეს აუცილებლად გაუმჯობესება ფისკალური პოლიტიკის მართვის გაუმჯობესება და რა თქმა უნდა თვითონ სახელმწიფო მართვის გაუმჯობესება მოხდეს. პირველ რიგში აქ იგულისხმება რომ ალბათ დროა რომ თუნდაც მოხდეს თუნდაც ექსპორტი იმ უცხოელი წამყვანი სპეციალისტებისგან დაუშვათ თუნდაც საქართველოში არსებული ეკონომისტების პოტენციალი უნდა იყოს გამოყენებული რომ მთავრობაში ისინი მიწვეული იყვნენ და შესაბამისად მათ მიეცეთ დაუშვათ საპასუხებლო თანამდებობები რომ მათ შესაბამისად მოახდინონ აი ამ პოლიტიკის გატარება. იმიტომ რომ როგორც ჩანს თანამედროვე ეტაპზე ანუ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს როგორც ჩანს ამის უნარი არ გააჩნიათ. შესაბამისად ამიტომ აუცილებელია ასე თქვა თუნდაც ამ მიმართულებით განხორციელდეს ექსპორტი
ანუ იმ ტვინებისა, რომელიც არსებობს საქართველოში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, იმიტომ რომ აუცილებელი და გარდაუვალი საკითხი შეიქმნა. მეოთხე, აბსოლუტურად აუცილებელია რომ ბუნებრივია რომ შენარჩუნდეს თავისუფალი სავალუტო სოციალური კურსის პოლიტიკა. იმიტომ რომ ბუნებრივია ლარმა უნდა მიწოდება და ასე ვთქვათ, მიწოდებისა და ვთქვათ, აი ამ ეკვილიბრიუმი, ამ დალეგურულების ეკონომიკური ეკვილიბრიუმის სახით უნდა მოხდეს სწორედ იმ რეალურ პირობების გათვალისწინებით, თუ რეალურად რა ღირს დღეს ეროვნული ვალუტა ლარი. ეს ერთი მომენტი და მეორე მომენტი აუცილებელია მოხდეს იგივე თუნდაც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან კრედიტების ან ახალი ვალის აღება, რათა შეივსოს ჩვენი სავალუტო რესურსები. ეს შეიძლება მოხდეს იგივე თუნდაც საერთაშორისო ასე ვთქვათ, საფინანსო კორპორაციის ან ევრაზიის ეკონომიკური განვითარების ბანკიდან ან ევროპის ეკონომიკური ბანკიდან სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, რათა სწორედ ეს თანხები ჩაიდოს სწორედ რომ შეიქმნას საქართველოში სტაბილური საფინანსო სავალუტო სარეზერვო ბანკი და სარეზერვები ამოვსებული იქნას. რამდენიც შემსწავლელი ეროვნული ბანკის დაახლოებით 600 მილიონი დოლარი გატანილი აქვს ქვეყნის გარეთ და ჩადებული აქვს სხვადასხვა უცხოური კომპანიების, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი ობლიგაციებში და იგივე საწარმოებში და ალბათ აუცილებელია რომ ეს თანხაც მაქსიმალურად მოხდეს მათი ამოღება და ასე მე ვიტყოდი დაბრუნება ქართულ ბაზარზე. იმიტომ რომ ჩვენი ფუფუნება არ აქვს, რომ ჩვენ შესაბამისად განახორციელოთ ერთწოდებული, ასე ვთქვათ, გარე საერთაშორისო საინვესტიციო ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი ინტერვენცია, როგორც სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნულ ბანკმა განახორციელა და შესაბამისად ასეთი დიდი რაოდენობის გადინება განახორციელა ქვეყნის გარეთ, რამაც ასევე დიდი როლი თამაშა სწორედ ეროვნული ვალუტის დაცემის საქმეში და ეს პირველ რიგში არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა და მისი გუნდის ბუნებრივია და პასუხისმგებლობა მან უნდა გაიზიარონ და შესაბამისი თავრობამაც და ხელისუფლებას გაატაროს ღონისძიება, რომ ესეთი არაეფექტური მმართველობის გუნდი იქნას, ასე ვთქვათ, თუნდაც დათხოვნილი და მოვიდეს ახალი გუნდი, რომელიც გაატარებს სწორ პოლიტიკას ამმართველებით. ასევე დამატებით უნდა მოხდეს შიდა ვალის აღება. ანუ სახელმწიფო უნდა გამოუშვას სახელმწიფო ობლიგაციები და ამით შესაბამისად მოახდინოს თუნდაც სტაბილიზაციის ფონდის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება სწორედ სხვადასხვა პროექტების განვითარების მიმართულებით, რათა ის სოციალური პრივილეგიები, რომლებზეც სოციალური სწორი პოლიტიკა, რომელიც გაატარა ამ 2 წლის განმავლობაში დღევანდელმა მთავრობამ, ასე ვთქვათ, იყო შენარჩუნებული, რომ აი სოციალური მიმართულებით ქვეყნის მოსახლეობამ არ განიცადოს, მე ვიტყოდი, კატაკლიზმები და რყევები. ასევე უნდა მოხდეს საერთაშორისო, ანუ საგარეო ინვესტიციების მოზიდვის პირობების ხელშეწყობა მაქსიმალურად და ამაზე უნდა გატარდეს პირველ რიგში აუცილებელი ღონისძიებები გატარდეს და ბოლო ალბათ დროა რომ საქართველოში შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონები საქართველოს გარკვეულ რეგიონებში, რომლებიც დამატებით შესაბამისად ხელს შეუწყობს საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებას და ალბათ სავაჭრო ეკონომიკური ზონების შემოტანა, რომლის მთავარი ლობისტი და მთავარი იდეოლოგი იყო აც განსვენებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟულაბ ჟვანია, ალბათ აი ამ პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და ეს საკითხები უნდა განიხილოს. ანუ ეს არის ის აუცილებელი გასატრებელი ღონისძიება, რათა ჩვენ გამოვიდეთ კრიზისიდან და მოხდეს ანტიკრიზისური სტრატეგიის შემუშავება. აი ეს არის ეს ვთქვათ ის რეცეპტი და ის თუნდაც მე ვთქვი წამლის საკმაოდ მე ვთქვი მწვავე წამლის მიღება, რომელიც დაარეგულირებს ჩვენ შორის არსებულ ეკონომიკურ ვითარებას. სამწუხაროდ ჩვენი დროის სიმცირის გამო ჩვენ არ გვჭირდება იმის საშუალება, რომ ჩვენ განვიხილოთ სხვა თემები და დაუშვათ შევეხოთ საქართველოს გარეთ არსებულ სიტუაციას, საუბარი ბორის ნემცოვის სკოლობა და დაუშვათ ნატოს ცენტრის გახსნა და არსებობა საქართველოში. ალბათ ამას შემდეგ ვირას ჩვენ ამ საკითხებს აუცილებლად ჩვენ დაუბრუნდებით და ახლა დაუბრუნდეთ ჩვენი ინტერაქტივი შედეგებს, ალბათ რომელიც უკვე იქნება უკვე ზად. ანუ ჩვენთან ეს სიტუაცია 63%-მა, ასე ვთქვათ, ინტერაქტივ მონაწილე ადამიანებისა დააფიქსირა, რომ საქართველოში ეროვნული ვალუტის
დაცემა არის გამოწვეული შიდა პრობლემებით, ხოლო 27%-ს მიაჩნია ეს გამოწვეული საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა, მე უნდა მოვუხადო ჩვენს ტელემაყურებლებს ეს აქტიური საქმიანობრივი ამ ჩართულობის გამო და აუცით დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ამით მინდა დავასრულოთ, რომ იმედი ვიქონიოთ, რომ გატარდება ეს ღონისძიებები, რომ ეს ჩვენი სავალიდო კურსი დასტაბილიზდება და იმედით ვიყოთ. მე მინდა დავამშვიდობო ჩვენს ტელემაყურებლებს და უსურვო, ასე ვთქვათ, სტაბილურობა და კეთილდღეობა მომავალ კვირამდე. სულ მცირე. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.